Pardon me, boy, is that the Chattanooga choo-choo? Yes, yes, track 29. Boy, you can give me a shine. Can you afford to board Chattanooga choo-choo? პურიტანული და ასექსუალური საბჭოთა მორალი ყველაზე მძიმედ ომის შემდგომი თაობის ახალგაზრდობას დააწვა. კანტიკუნტად შემოსული ახალი ამერიკული ფილმები და ოცნება იქაური ცხოვრების აუტანელ სიმსუბუქეზე წითელი სამშობლოს ერთფეროვნებას მხოლოდ ამძიმებდა. საბჭოთა კავშირში ადრენალინის დასახარჯ ლეგალურ არეალად მხოლოდ ქარხნის დაზგები და საკოლმეურნეო ველები იყო გამოყოფილი. ეს ჩვეულებრივ მოკვდავთათვის. რჩეულთათვის კი იყო ორი ალტერნატიული სფერო. კომკავშირული კარიერა და დისიდენტური მომავალი. ერთში სხვათა გვამებზე გადაბიჯების ჩემპიონატები იმართებოდა. მეორეში კი პირიქით ბრძოლაში გადარჩენისათვის. იყო სპორტიც, თავისი ჯანსაღ სხეულში მოთავსებული ჯანსაღი სულით. გამოდიოდა, რომ წითელ იდეოლოგიას სულის არსებობა მაინც დასაშვებად მიაჩნდა, თუ მაგალითად საქმე სპორტში ეხებოდა. ხუმრობა იქით იყოს და სპორტი მართლაც ერთადერთი რამ იყო, რაშიც საშუალო სტატისტიკურ საბჭოთა მოზარდს სულის და გულის ჩადება შეეძლო. განსხვავებით მთელი დანარჩენის მსოფლიოს თანატოლებისაგან, რომელთაც ჯაზის სიყვარულს სამშობლოს ღალატად არავინ ჩაუთვლიდა. Chattanooga choo-choo, Won't you choo-choo me home? Chattanooga choo-choo. ვახტანგ მიქელაძე ბაკურიანში ექიმების რჩევით მოხვდა. გამოსაჯანსაღებლად მის მშობლებს შვილის მაღალმთიარ კურორტზე გაშვება ურჩიეს. 16 წლის საბჭოთა მოსწავლისათვის თხილამურები აღმოჩენა იყო. თხილამურებთან დაკავშირებული ემოციები საერთოდ განსაკუთრებული ემოციებია. ხო, არა აქვს მნიშვნელობა თხილამურზე როგორ დადიხართ, ესე იგი ემოციურად თხილამურები ერთი და იგივე ეფექტი არის, მიუხედავად იმისა, კარგად დადიხართ, ცუდად დადიხართ, დატკეპნილ თოვლზე, დაუთკეპნავზე. ეიფორიული მდგომარეობა და თვითონ შინაგანი განწყობა ყოველთვის ერთნაირი. ორი პატივსაცემი და ცნობილი ადამიანის შვილების ქორწინება ნებისმიერ სხვა დროსა და სხვა საზოგადოებაში ალბათ შეფასდებოდა როგორც იდეალური ქორწინება. მაგრამ 30-იან წლებში ცნობილი ინჟინერის, ბაგრატ მიქელაძის ვაჟისა და კიდევ უფრო ცნობილი ლიტერატურული მოღვაწის, გერონტი ქიქოძის ქალიშვილის კავშირი ხელისუფლებისათვის კიდევ ერთი ანტისაბჭოთა ოჯახური კერის ჩამოყალიბებას აღნიშნავდა. ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახის წევრები სათითაოდ ქრებოდნენ. მაგალითად ბაგრატ მიქელაძე, რომლის სახელთან არის დაკავშირებული უდიდესი პროექტები, ზაჰესისა და რიონჰესის მშენებლობა. იგი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. ოჯახში ამ თემაზე საუბარს ერიდებოდნენ საერთოდ იმ პერიოდში. მაგრამ რა თქმა უნდა მაგას ვერსად ვერ გაიქცევოდი, იმიტომ რომ სახლში ინახებოდა პროექტები, ალბომები, რომელსაც ბაბუაჩემი მუშაობდა და ბაბუაჩემი დახვრიტეს მანამ სანამ დავიბადებოდი, ეს მამაჩემის მამა. მეორე მხრივ ბებიაჩემი დედაჩემის მხრიდან ამირჯიბის ქალი იყო და მის გარშემო ძმები, იქაც უამრავი ხალხი, საერთოდ ოჯახში 11 კაცი მოხდა რეპრესიაში. ამიტომ ოჯახში რა თქმა უნდა ლაპარაკი საკმარისად ამ თემაზე ამით ცდილობდნენ ჩვენი ბავშვების დაცვას, როგორღაც ჩემთვის ახლა გასაგებია, რატომ არ იყო ამ თემაზე ლაპარაკი ადრე არასდროს. ან ნაკლებად. ეს ყველაფერი მერე უკვე ნელ-ნელა, როდესაც წამოვიზარდეთ, მერე გახდა ჩვენთვის ყველაფერი ნათელი და ცხოვრობდნენ ბარნოვის ქუჩაზე. ვახტანგი სასწავლებლად პირველ საშუალო სკოლაში მიიყვანეს, სადაც მისი ბებია ნატალია ამირეჯიბი მუშაობდა. იგივე სკოლა დაამთავრა მანამდე დედამ, თინათინ ქიქოძემაც. ცნობილი მწერლის კრიტიკოსისა და მთარგმნელი შვილიშვილისაგან მასწავლებლები თავდაპირველად სიტყვა კაზმულობის ფეერვერკს ელოდნენ, მაგრამ იმედი პირველივე საკონტროლო წერის შემდეგ გაუცრუვდათ. ვახტანგ მიქელაძე ჰუმანიტარული საგნებისადმი სრულიად გულგრილი აღმოჩნდა და ეს სამოქმედო ასპარეზი სულით და გულით გადაულოცა თავის თანაკლასელს. გერონტის განსაკუთრებული მოთხოვნები არ ქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ ყველა მასწავლებელს ქონდა განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემს მიმართ, იმიტომ რომ მე თუ ესე იგი
ქართული ენაში და ისტორიაში რამე სისუსტე გამოჩნდებოდა, იმავე წუთში მაყვედრიდნენ, რომ აი გენოტიქიკოზის შვილი ეს ერთი მეორე პრობლემა კიდევ იყო, რომ ჩემი თანაკლასელი და მერხზე გვერდზე მჯდომი გურამ დარჩენაშვილი იყო და ამიტომ ძალიან ესე იგი ქართული მათემატიკური იმის აზროვნების ადამიანი ვარ მე არქიტექტორიც იმიტომ გამოვედი მიუხედავად იმისა რომ მე მომავალში ლიტერატურაც ძალიან მაინტერესებდა და ისტორიაც მაგრამ აი სწორედ მაგ პერიოდში ერთხელ საშემოდგამოც გამოყვა ესე იგი და ბაბუაჩემის მომშვიდებდა და მეუბნებოდა მე 5-იან ერასდას არ ვიყავი, არც 4-იან ვიყავი, 3-იან ვიყავი. ასე რომ მაწყნარებდა. ასე გენოტისთან ურთიერთობა ძალიან მარტივი იყო და ძალიან სახალისო იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი უფრო ფიქრებში იყო ვიდრე რეალობაში. სკოლის წლები ომის შემდგომ მოვლენებს მიყვებოდა პარალელურად. დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე განთავსებული პირველი სკოლა ყველა მოვლენის ეპიცენტრს წარმოადგენდა. 1956 წელს მიქელაძის პარალელურ კლასში, სადაც ზვიად გამსახურდია სწავლობდა, ჩამოყალიბდა საიდუმლო ორგანიზაცია გორგასლიანი. მასში გაერთიანდნენ ვახტანგის კლასელებიც, სულ 11 მოზარდი. ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ამ სიაში არ მოხვდა ვახტანგ მიქელაძე, ცისფერ სისხლიანი, რეპრესირებული ოჯახის წევრი. აქედან უკვე გასაგები გახდა, რომ მის სახელსა და გვარს არ ეწერა კგბ-ს ანტისაბჭოთა სიაში მოხვედრის პატივი, თან ესოდენ ადრეულ ასაკში. საზოგადოება მას ბევრი წლების შემდეგ სამთო სათხილამურო სპორტთან და გუდაურის კომპლექსთან დაკავშირებით გაიცნობს. გორგასლიანში მე არ მონაწილეობდი. გორგასლიანთა ჯგუფი იყო ჩვენი კლასიდან რამდენიმე ბიჭი იყო, მათ შორის გურამი. ძირითადად პარალელური ზვიადი იყო პარალელურ კლასში და პარალელურ კლასში ჩამოყალიბდა ესა. ესე იგი ჩვენ ვიცოდით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ წრემ igen მათი იყო დაახლოებით 11 კაცი. ჩემი ძაშვილი იყო ხო და მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ასე რომ გარკვეული საერთოდ ზვიად გამსახურდიასთან და საერთოდ ჩემთან აკლასელებთან საბავშვო ბაღშიც ერთად ვიყავით. და ამასაც საკმარისად ისეთი და ბატონო თქვენ თქვით რომ ვიცოდიო რასაც აკეთებდნენ. აი არ ქონდათ სურვილი რომ თქვა მათთან ერთად. იცით პოპულარულები იყვნენ მაინც. არა, არ იყო ეგრე, არ იყო ეგრე პოპულარიზაციის თვალსაზრისით არ კეთდებოდა ეგ ამბავი, ეგ უნდა თავიდანვე ითქვას. თვითონ მაშინ ეგ მოვლენა უფრო თამაშს აგავდა და ბავშვური იყო. და მაგრამ აი ეს ახალგაზრდული პატრიოტიზმიდან გამომდინარე რეალურად მათი მოქმედება იყო სწორედ განპირობებული ამ ახალგაზრდული პატრიოტიზმით. მე თვითონ კონსპირაციაც კი იყო ნულზე დასული. არ იყო რანაირი კონსპირაცია, ესე იგი საერთოდ რატო მოხდა ეგ ამბავი რომ აი ესე თავიდანვე არ აღკვეთა მე მგონი მაშინდელი მთავრობაც ცდილობდა რომ ესე იგი მიეშვათ და რაღაცა მომენტში მე მაგრამ ну აი ესეთი იცით ძალიან ალალი სუფთა პატრიოტიზმიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და უკანაც არ იხედებოდნენ რომ ესე იგი რა შეიძლება მოყოლოდა მაგ ამბავს ან როგორი ესე იგი რეზულტატები რას მიაღწევდნენ ის ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ მაშინ ძალიან ძნელად წარმოსადგენი იყო მაშინდელი კგბ-ს პირობებში რამის მიღწევა ესეთი მოქმედებებით ისეთ ჩაკეტილი წრესავით იყო ესე იგი კონსპირაცია არ ქონდათ ვიცოდით უგზნობდით ამას ვიცოდით დაახლოებით რასაც აკეთებდნენ მაგრამ ესე იგი ჩვენც არც ფიქრობდით რომ ეს აი ესეთ
შეიძლება სერიოზული იმითი მნიშვნელოვანი ყოფილიყო. მაშინ ჩვენთვისაც რაღაც პარლამენტარიზმის იმებს თამაშობდით მაშინ და ჩვენ კლასში კი რა პრეზიდენტი ვიყავდა არჩეული და რაღაცა ესე იგი უფრო მაგათ უფრო შემდეგი ნაბიჯები გადადგეს. როცა ცხოვრებაში პირველი სერიოზული არჩევანის გაკეთების ჯერი დადგა ვახტანგ მიქელაძემ მშობლების და მასწავლებლების გასაოცრად სერიოზული მიზანდასახულობის უნარი გამოამჟღავნა. მან მომავალი მოღვაწეობის ისეთი სფერო აირჩია, რომელშიც მისი თითქოს შეუთავსებელი ორი გატაცება, ხატვა და მათემატიკა შესანიშნავად ერთიანდებოდა და მეტიც, საოჯახო ტრადიციასაც აგრძელებდა. არქიტექტორობის იდეა მისთვის ძალიან მომხიბლავი პერსპექტივა აღმოჩნდა. და ჩემი ღვთაონებული იყო, როდესაც მისაღებ გამოგცემებზე მაქსიმალური ქულები მივიღე. და ცოტა ხანში ისევ გაუცრუდა იმედები, პირველი სემესტრის შემდეგ აღმოჩნდა ისევ სამოსახლე და ასე რომ რაც მაინტერესებდა იმას სიამოვნებით ვაკეთებდი. როგორ მოახერხეთ მაღალი ქულების? არაფერი თელევიზია ხოლმე მე და ჩემი ბიძაშვილი გიჟებივით მეცადინეობდით და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი, რასაც მის ცხოვრებაში სიამოვნება და სიხარული მოჰქონდა 16 წლისამ აღმოაჩინა. სამთო სათხილამურო სპორტს ნორვეგიაში ჩაეყარა საფუძველი. ჩრდილოური გამოგონება თხილამურები მე-19 საუკუნის ბოლოდან ევროპული ოქროს ახალგაზრდობის საუკეთესო გასართობად იქცა. საბჭოთა კავშირში კი მისი როგორც ყველაფერი ელიტარულის გახალხურებას მოჰყვეს ხელი და საკმაოდ წარმატებით დაწყო. თუმცა უცნაურია, რომ მაღალმთიან საქართველოში სპორტის ამ სახეობით გატაცებული ხალხისათვის მხოლოდ ბაკურიანი სპორტული კომპლექსი არსებობდა. ვახტანგ მიქელაძეს იმ პირველი ზამთრის არდადაგების შემდეგ სეზონიც არ გაუცდენია. სწორედ ბაკურიანში შეიძინა საუკეთესო მეგობრები. მათთვის თხილამურები არც უბრალო გატაცება იყო და არც მხოლოდ სპორტი. მთელი ცხოვრების ფილოსოფია ამ საქმიანობაში ჩადეს. თხილამურები, ალპინიზმი, ექსპედიციები სხვადასხვა კუთხეში. ეს ყველაფერი მთის ჯანსაღი ჰაერით იყო გაჟღენთილი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა იდეოლოგიასთან. ალბათ ამიტომაც თხილამურებით გატაცება ისეთი გადამდები რამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მალე ყველას მოუნდა თავად თუ არა მის შვილს მაინც განეცადა ეს ჩვეულებრივი ადამიანური სიხარული. ვახტანგ მიქელაძემ და მისმა მეგობრებმა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის საქმეში დიდი როლი შეასრულეს. გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა ბავშვების ჯგუფები და გვევარჯიშებინა ეს ბავშვები. და ესე იგი ჩემი მეგობრები ლევან ლოტქიფანიძე, ზურა მაისურაძე, გელა მიქაბერიძე, ვაძიკა მალავიჩკო, ესე იგი შევიკრიბეთ და უბრალოდ გავაკეთეთ კიდევ რამდენიმე კაცი ახლა ყოველს დასახლება და ბევრი იყო ნუკრი კოტრიკაძე და ასე, რომელიც მე შემორჩნენ ამ საქმეს. გვინდოდა რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვები დადიოდნენ თხილამურებზე, შეეძლოთ სიარული თხილამურებზე. აღმოჩნდა რომ ბევრ მშობლებსაც ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდათ. ესე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შეიძლება ვერ შეძლეს თხილამურებზე დადგომა და თხილამურებზე სრიალი, ის მაინც უნდათ რომ ბავშვები ყოფილიყვნენ აი ამ მონაწილე ამ სიამოვნებისა. ამიტომ პირველი შეკრებებიდან ბაკურიანში გავაკეთეთ ჩვენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბაკურიანში საბაგირო გზა წარმადობა, ესე იგი, ვერ ვახერხებდით იქ ვარჯიშებს, იმიტომ რომ საბაგირო გზაზე მოხვედრა ძნელი იყო. საერთოდ გართულდა მაგ თვალსაზრისით, ესე იგი, მასობრივი არ გამოდიოდა იმ მომენტში ბაკურიანში. ამიტომ დავიწყეთ ძებნა სხვა საშუალებებისა და ბევრი შეცნობაც დაუშვით, ბევრი თელავში საბაგირო გზა გავაკეთეთ ცივზე. აღმოჩნდა რომ 2 წელიწადი თოვლი და სიცივე საკმარისი იყო და მესამე წელიწადს არც თოვლი იყო და არც სიცივე. ცადეთ ლეთაში ქვევით იქ გავაკეთეთ საბაგირო გზა, რომელიც ესე იგი სიცივეში დავდიოდით იქ თხილამურებზე და მერე ზვავმა წაიღო ეს. ხო და მერე ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ, რომ თუნდაც ელემენტარული ასფალტირებული გზით შეგიძლია ახვიდე ალპიურ ზონაში, სადაც მშვენიერი ამინდი არის, გადასარევი თოვლი.
რამდენიმე თვე, ესე იგი ორჯერ მეტი ვიდრე ვთქვათ ბაკურიანში 5 თვე ან 6 თვე თოვლი არის. და სადაც შეიძლება დაყენება პატარა სამაგირო გზებისა და ამ სკოლების იქ წაყვანა. დასაწყისში ფასანაურში დაყვავდა და ყოველ დღე დავდიოდით ფასანაურიდან. საქართველოს სამხედრო გზასთან ყაზბეგის რაიონში, კავკასიის ფერდობზე თბილისიდან 115 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2000 მეტრი. აი პარამეტრები იდეალური ქართული სამთო სათხილამურო კურორტისათვის. სათხილამურო სეზონი აქ დეკემბრიდან მაისამდე გრძელდება. 1979-80 წლების სეზონიდან გუდაური სამთო სათხილამურო სპორტული სკოლის ბავშვებისათვის მუდმივ სავარჯიშო ადგილად იქცა. Несколько лет при Министерстве просвещения Грузии существует детская и юношеская спортивная школа зимних видов спорта, воспитанники которой в последние 2 года тренируются в окрестностях горного села Гудаури. Эта местность, находящаяся вблизи города Тбилиси, отличается прекрасным микроклиматом для развития горнолыжного спорта. Снег здесь сохраняется до середины мая. Это, так сказать, официальная справка. И не может случиться так, что эту любовь к горам, лыжам и к спорту не впитали бы в себя дети от своих наставников и не пронесли бы ее через всю свою жизнь. Этот заряд и поможет им в будущем, в большом спорте. ოთხმოციანი წლებისათვის გუდაურის სერიოზულ სამთო სათხილამურო კურორტად გადაქცევის იდეამ ქართულ საზოგადოებაში ფეხი მყარად მოიკიდა. არქიტექტორ ვახტანგ მიქელაძის თქმით, გუდაური ეს არის სიუჟეტი მრავალი პერსონაჟით და მრავალი აქტივით, რომელშიც თავად მონაწილეობდა არამხოლოდ როგორც აქტიური მოთხილამური. სანამ საქმე უშუალოდ ბარსა და ნიჩაბზე მიდგებოდა, გუდაურის გარშემო დიდი საორგანიზაციო ორომტრიალი იყო. ეროვნული სათხილამურო მსხვილი კომპლექსის შექმნა, სპორტით გატაცებული ადამიანების ერთი ჯგუფისათვის მეტისმეტად შორსმიმავალი გეგმა იყო. მის განსახორციელებლად გავლენიანი საახლობლო და ძლევამოსილი ადამიანების ჩარევა და გააქტიურება იყო აუცილებელი. აი სწორედ ამ მომენტიდან საქმეში ერთობა შევარდნაძის მარჯვენა ხელი, ცეკას მდივანი სოლიკო ხაბეიშვილი. სოლიკო ხაბეიშვილი, რომელიც ჩვენი მეგობარი იყო, ალპინისტი იყო და ხილამურებით ცოდა და ყველაფერი, რომ დავარწმუნეთ, რომ გუდაური ჩვენ თვითონაც დავწმუნდით მაგაში და ისიც დავარწმუნეთ, რომ კარგი პერსპექტიული ადგილი არის. და სულიკო რომ ჩაერთო და ჩართო უამრავი ხალხი მაგაში. აი მე არ დამავიწყდება ეს ამბავი, რომ შევარდნაძეს უსაყვედურო ერთხელ სულიკო ხაბეიშვილს, რომ მე ვებერთელა აშენებულ ქარხნებში არ ყოფილვარო და აქაო ჯერ სადაც ჯერ არაფერი არ არის აშენებული, სამჯერ ამომიყვანეთო, რა ხდებაო გამაგებინეთო. საბჭოთა ეკონომიკური ბიუროკრატია ურთულესი მექანიზმია, რომელშიც თავგზა ყველაზე ნათელი გონების ადამიანებსაც აებნება, თუ მას გარკვეული გამოცდილება არ აქვს ლაბირინთში ლავირებისა. სულიკო ხაბეიშვილი ამ საქმეში პროვოკაცია არ გახდათ. მას საკმაოდ კარგად ჩაავლო იმ ფაქტის მომგებიანობას, რომ გუდაური არა საკავშირო მასშტაბის, არამედ რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტი გახდათ. ამ ფაქტის განხორციელება განვითარებოდა შესაბამისად შემდგომ უკვე ობიექტის განკარგვაც მთლიანად ადგილობრივი ცეკავშირის უფლებამოსილების საგანი იყო. საკავშიროს დონის არ იყო არასდროს და მე მაშინდელი ჩვენი მთავრობის ესე იგი არცად არ იყო მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ცდილობა რომ ესე იგი გუდაურში არაშენებულიყო არც ინტურისტის და არც სპუტნიკის საკავშირო ტურისტული ორგანიზაციების ობიექტები, არამედ ეს ყოფილიყო ცეკავშირისა ან საკურორტისა, რომლებიც იყო რესპუბლიკური კურორტები. ესე იგი თავიდანვე ეს მისწრაფება ჰქონდა ჩვენ მთავრობას
რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა შემდგომში და რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა გუდაურისთვის, ესე იგი არ იყო საკავშირო მნიშვნელობას, არ აქვს მნიშვნელობა, ესე იგი დაქვემდებარებაში იყო რესპუბლიკური ორგანიზაციების და საკავშირმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ ამ მშენებლობაში. კიტაშავილმა ძალიან ხელი შეუწყო ამ მშენებლობას, მისი იყო ეს ობიექტები ყველაფერი. და ცეკავშირი, ქართული ცეკავშირი მაშინ დამოუკიდებელი იყო რუსულისგან. ესე იგი არანაირი კავშირი საბჭოთა კავშირის ცეკავშირის ცენტრასაერთთან არ ჰქონდა. იმას რომ ამ კურორტს ადგილობრივი ორგანიზაცია მფარველობდა დასაწყის ეტაპზე პრობლემები არ მოყოლია. პრობლემები გაჩნდა მაშინ, როდესაც გადაწყდა რომ კურორტი ავსტრიელებს უნდა აეშენებინათ. მისი საერთო ღირებულება 19 მილიონს შეადგენდა. საკრედიტო კანონის თანახმად აქედან 1,5 მილიონი მფლობელს უნდა გაეღო. ცეკავშირში ძალიან არ სურდათ ეს მფლობელი რუსეთი აღმოჩენილიყო, მაგრამ ამისათვის საჭირო 1,5 მილიონი საიდან უნდა მოეტანათ. ეს არავინ იცოდა. მაშინ 1000 ტყუილი მოვიგონეთ. მაგალითად საქართველოს არ ქონდა უფლება ჩაის გაყიდვის. ჩაის ყიდი და რუსეთი ყიდი და საქართველოს ჩაის ყიდი და რუსეთი. მაგრამ მაშინ მოიგონეს რომ თანაც რუსეთს იმაში ბელგიაში რაღაცა ფირმა ქონდა თავისი შვილობილი ფირმა და იმის მეშვეობით. აქ მოვიგონეთ ისეთი ისტორია რომ ჩაი კი არ გაგვიყიდა, არამედ ჩაის ნარჩენები ეგრეთ წოდებული. რომელზედაც ეს არ ვცელდებოდა რა იყო ჩაის ნარჩენები და რით განსხვავდებოდა ჩაისგან, მაშინ კაცშვილმა არ იყო, მაგრამ არ იცოდა, მაგრამ ესეც მოხდა. ინგლისში გაიყიდა როგორც ჩაის ნარჩენები და იქიდან შემოვიდა ის 10%, რომელიც ჩვენ უნდა გადავეხლა. საიდან გაჩნდნენ ავსტრიელი ინვესტორები საბჭოთა კავშირში? ეს შეიძლება ითქვას შემთხვევითი მოვლენა იყო. შუა 80-იანებში საქართველოში იმყოფებოდა ავსტრიის სავაჭრო პალატის დელეგაცია. რა თქმა უნდა, არა სამთო სათხილამურო კურორტების მშენებლობის დასაფინანსებლად, არამედ დასათვალიერებლად, თუ როგორ არსებობენ ადამიანები დიდ სოციალისტურ ზოოპარკში. დელეგაციას შეადგენდნენ სხვადასხვა ფირმების წარმომადგენლები. ერთ-ერთ არც თუ ისე მსხვილ ფირმას ხელმძღვანელობდა ლეოპოლდ ბაუსბეკი. ეს ფირმა შვედური წარმოშობის იყო და ავსტრიაში ხის სახლებსა და კოტეჯებს აშენებდა. იდეა რომ უმჯობესი იქნებოდა დელეგაცია მათივე გეოგრაფიის საპატივცემულოდ მთებში წაეყვანათ, ცეკავშირში გაჩნდა. რა თქმა უნდა, იმედი არავის ჰქონდა რომ ბატონი ბაუსბეკი გუდაურს სერიოზულად შეხედავდა. ყველას გასაოცრად ეს სწორედ ასე მოხდა. მან კურორტის აშენებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და მოგვიანებით კრედიტიც მოიწია. ახლა საქმე გოსპლანში პროექტის გატანაზე მიდგა. რაც თანამედროვეების აზრით იმ დროში ნამდვილი წყლის ნაყვა იყო. ერთადერთი პრობლემა რა თქმა უნდა მაშინ იყო გოსპლანში ამ ობიექტის გატანა. უბრალოდ შეუძლებელი იყო. სულიკო ხაბეიშვილს საერთოდ ეგეთი თვისება ჰქონდა რომ არ თუ რაღაცისთვის იწყებდა ომს და ბრძოლას უკან აღარ იხედებოდა, თორემ საერთოდ თავიდანვე დაფიქრებულიყავით გოსპლანში ამ ობიექტის გატანა გამორიცხული იყო. მაგრამ მოხდა ესეთი გოსპლანში ახლა უსახელო ალპინისტები, რომელიც გვარები მე არც მახსოვს. მაგრამ რომელთანაც ესე იგი რაღაცა კონტაქტს ვაღმყარებდი, თურმე აღმოჩნდა რომ გოსპლანში მუშაობენ ვიღაც ძველი ალპინისტები, რომლებიც ესე იგი სულიკოს იცნობდნენ პატივს ბანაკებში იყვნენ, სპარტაკში, მაგალითად ალიბეკში და ესე იგი ქართველებთან ერთად ბანაკებში, რომლებიც ჩუმჩუმად გვეხმარებოდნენ და როგორღაც გავათრიეთ ეს ობიექტი. საბჭოთა კავშირში რუსეთის გვერდისავლით რაიმეს აშენება წარმოუდგენელი წარმოწყება იყო. ამის პირველი პრეცედენტი ტალინში დაუშვეს, როცა იახტ-კლუბი აშენდა. მეორე კი გუდაური იყო. თუმცა დასაწყისში ყველაზე დიდი ოპტიმისტის კი ვერ იწინასწარმეტყველებდა საქმის წარმატებულ დასასრულს. ობიექტთან დაკავშირებული ხელმოწერა ჭიანურდებოდა. ორგანიზატორები კი მიუხედავად ბუნდოვანი პერსპექტივისა მუშაობაში ღამეებს ათენებდნენ და აღამებდნენ. თითქმის ფინალში გასული საქმე მოსკოვში ლამის დაიბლოკა. ცენტრი უნდობლად უყურებდა ამ ქართულ ავსტრიულ წამოწყებას, სადაც რუსული ინტერესი აშკარად ვერ დომინირებდა. ამიტომ თავდაპირველად კონტრაქტის ხელმოწერაზე კატეგორიული უარიც კი განაცხადეს. და თითქმის ბოლომდე მიყვანილი, უცებ გამოგვიცხადეს. არა, ალბათ ამ ობიექტს ხელი არ მოეწერება. და ამიტომ
ესე იგი არ გავიდა იქ კომისიაში არ გავიდა და ასე შემდეგ. ხო და უკვე ბილეთები აღებული ქონდა. თბილისში ვაპირებდით წამოსვლას და რომ მივედით იქ ამდენი თვის განმავლობაში დავმეგობრდით კიდევაც იქ ხალხს რომლებიც ამ ობიექტზე მუშაობდნენ და უცებ გამოგვიცხადეს რომ იცით რა შაბათი კვირას უნდა ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. იმიტომ რომ ორ შაბათს ხელს ვაწერთო კონტრაქტს და რატო როგორ და აღმოჩნდა რომ ამ მომენტში იმ დღეებში ჩამოსული იყო ავსტრიის კანცლერი რომელიც ესე იგი კოსიგინთან შეხვედრაზე როდესაც ხელი უნდა მოეწერათ სავაჭრო ხელშეკრულება ავსტრიასთან უბრალოდ კალმისტარი რო აწერდა ხელს დასდო კალმისტარი თურმე და თქვა რომ იცით რა ჩვენ კი ვაწერთ ამ ხელს მაგრამ საქმეზე რომ მიდისო ყველა ობიექტი ვარდებოდა და რომელიო კასიგინმა ეკითხა მაშინ და აი მაგალითად უდაურია აი საგარეო ვაჭრობის მინისტრი მაშინ რაგვარი იყო არც მახსოვს ისეთ დაფეხული კაცი იყო რომ სკამით მოიყვანეს იმაზე და ხელი მოაწერენეს რამე ამ გუდაურს ესე იგი ეს აბსოლუტური შემთხვევითობა იყო ეს იყო 1985 წელი ორგანიზატორები თავადაც გაოგნებული დარჩნენ იმ საოცარი იღბლიანობით რომელიც ამ კურორტს თავიდანვე დაჰყვა გუდაური ძალიან ბევრი რამის გამო იყო მოსახერხებელი ადგილმდებარეობა კომუნიკაციები დროც კი როდესაც მისი მშენებლობა დაიწყეს კურორტის ოფიციალური გახსნიდან სულ მალე გუდაურში უკვე თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები და მისი სტუმრები ისრიალებენ. აღმოჩნდა, რომ გამზადებული ინფრასტრუქტურა არის იქ, ესე გზა არსებობს, მაღალი ძაბვის ხაზი არსებობს. ერთადერთი პრობლემა ხო გაზი, გასადენი არსებობს, მართალია გასადენი ერთი მხრივ ხელს გვიშლიდა, იმიტომ რომ კეთებდა ტრასებს, მეორე მხრივ გასადენი მაინც დადებითი იყო, იმიტომ რომ არსებობდა მაშინ ყველაფერი ეს ყველაფერი იაფი იყო შედარებით ესე ინფრასტრუქტურის ერთადერთი წყალსადენი არც ის იყო დიდი პრობლემა გამწვენი ნაგებობები და წყალსადენი ასე რომ თვითონ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ესე არაფერი ის სიძვირეს და დიდ კაპიტალ დაბანდებებს არ ითხოვდა გუდაური იმ მომენტისთვის ამიტომ ეს შინოები რო აშენდა შინოები მშენებლობა და ორი რუსული საბაგიროს მშენებლობა მაინც და მაინც რთული საქართველოსთვის არ იყო. აი, როდესაც დაიწყო უკვე აი ამ ახალი კომპლექსის მშენებლობა, სასტუმროსი და 3-4 საბაგირო გზისა, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით მეტ კაპდაბანდებებთან იყო საჭირო, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს მოახერხა, რომ ესე იგი ეს არ ჩავარდნილიყო ინტურისტის ან სპუტნიკის ხელში. და დარჩა დღესაც, ესე იგი სასტუმრო არის დღესაც საქართველოს საკუთრება. ინტურისტის სტრუქტურაში რომ მოხვედრილიყო გუდაური ალბათ ისეთი ბედი ეწეოდა, როგორც თბილისის ინტურისტის ასე გაურკვევლობაში იქნებოდა წლების მანძილზე. იმიტომ რომ იქ ინტურისტში რა მოხდა რა ფინანსირება შეუწყდათ რუსეთიდან და რამდენიმე წელი თავს ირჩედნენ ესე უპატრონოთ იყვნენ არ იცოდნენ როგორ ერჩინათ თავი და ბოლოს აღმოჩნდნენ ტოლილების თავშესაფრად ოფიციალურად კომპლექსი 1988 წელს აპრილში გაიხსნა. პირველი სათხილამურო სეზონი კი 89 წლის ზამთარში მოუწია. კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურის სახელი თავდაპირველად მარკო პოლო გახდათ. არქიტექტორები ქართველი ლევან ლორთქიფანიძე და ავსტრიელი ჩაკმანი იყვნენ. თავად ვახტანგ მიქელაძე კი როგორც არქიტექტორი გუდაურის კომპლექსის საპროექტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ავსტრიელებმა კი აშენეს სასტუმრო, მაგრამ ოპერატიული ეკვიპმენტი მაგალითად ესე იგი დაწყებული ჭურჭლიდან და ამთავრებული მანქანებით და გენერატორი და ასე შემდეგ, იქ არაფერი იყო, ცარიელი სასტუმრო იყო.
ამისთვის იყო საჭირო გარკვეული კრედიტი და რუსეთმა კრედიტი არ მოგვცა. არ გვაძლევდა. იმიტომ რომ ძალიან უნდათ რომ ეგ ინტურისტის ხელში ჩავარდნილიყო. ამიტომ მაშინ პირველად უკვე გარბაჩოვის პერიოდი იყო და მაშინ პირველად მოგვეცა უფლება შეგვექმნა ერთობლივი საწარმო ავსტრიელებთან. და ავსტრიელებმა იღეს კრედიტი და იმ კრედიტით პირველი საბრუნავი საშუალებები შეძენილი იყო იმათ მეშვეობით. ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელიც ახლა დაშენებულ კომპლექსში წამოიჭრა, იყო კვალიფიციური მოსამსახურე პერსონალის შოვნა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი მთლიანად უნგრელებისა და ავსტრიელებისაგან დაკომპლექტდა, მოსახლეობას უკმაყოფილება არ გამოუტოვებს. მათ საქმის მომავალი პერსპექტივა ორგანიზატორებზე უკეთ გააჩვენეს. მალე სასტუმრო უკანასკნელმა უცხოელმა თანამშრომელმაც დატოვა. ვფიქრობდით, რომ ეს ნოუ-ჰაუ, რომელსაც ისინი შემოიტანეს, საკმარისად ძიმეთ დაინერგებოდა აქ ჩვენთან თაში. ეს რო ყოფილიყო თბილისში შეიძლება, მაგრამ აღმოჩნდა რომ შევწდით. საქმე იმაში არის, რომ ძალიან მარტივად და ძალიან კარგად აითვისეს ჩვენმა პერსონალმა და ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ შეცვლა ძირითადი პერსონალის აქ უკვე ქართულზე. და საბოლოოდ თუ დასაწყისში, ესე იგი დაახლოებით 40 კაცი იყო უცხოური პერსონალი, საბოლოოდ სუბოლოში დადგა საკითხი იმაზე, რომ გენერალური დირექტორიც უკვე საჭირო სასტუმროს დირექტორი უკვე ავსტრიელი აღარ არის საჭირო, რომ ერთობლივი საწარმო შეუძლია თვითონ ეს ნოუ-ჰაუ დარწმუნებული ვარ, რომ დღემდე შერჩა პერსონალს. ესე იგი დღემდე ინერციით პერსონალი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარკვეულ რაღაცებს, ესე იგი მაინც ტრენინგებს ვატარებდით, უცხოენის ვასწავლით ჩვენ პერსონალს, საკმარისად კარგად აითვისეს, ესე იგი იქაურებმა. ამას თავისთავად მოჰყვა ერთი კარგი მოვლენა. ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილმაც კი, რომელიც თბილისში თითქოს სამუდამოდ გადმოსახლებულიყო, მამაპაპისეულ მიწაზე დაბრუნება დაიწყო. ეკონომიკურმა პერსპექტივებმა ეს მხარე გამოაცოცხლა. გუდაურელებმა საკუთარი საოჯახო სასტუმროებიც მარკო პოლოში მიღებული ავსტრიული გამოცდილების კვალდაკვალა აწყეს. 91 წელს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. დამოუკიდებლობას მალე მოჰყვა შიდა არეულობები, გაჭირვება, დევნილები და იარაღიანი ხალხის გაუგებარი თარეში. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლების დასაწყისში გაცამტყნდა. გაიძარცვა და გაპარტახდა კურორტები, სანატორიუმები, სასტუმროები. ჯერ სანამ ქვეყანაში გაჩნდებოდა კანონი პრივატიზაციის შესახებ, სახელმწიფო ქონება ეკუთვნოდა იმას, ვისაც მეტი ძალაუფლება ჰქონდა. საქართველოში არსებულმა ყველა კურორტმა ერთი ბედი გაიზიარა. შეიარაღებული რაზმების და დაჯგუფების ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, გუდაურიც მოხვდა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზასთან მდებარეობს. ეს გზა აერთიანებს თბილისსა და ვლადიკავკაზს. გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო გამშვები პუნქტები, ყაზბეგი და ზემო ლარსი. ის არეულობის პერიოდში სტრატეგიული მნიშვნელობის იყო და ფულით შემოჰქონდა. ასე რომ გუდაურში ხშირად იმყოფებოდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. ნაკლებად დაინტერესებულები სამთო სათხილამურო სპორტის სახეობებით. გადარჩა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე წლები იყო. იმ მომენტში იმ ჩვენ ტერიტორიებზე მოქმედებდნენ არა მარტო მხედრიონი, არამედ თეთრი არწივი. ეს გზა იყო შემოსავლის წყარო. საქართველოს სამხედრო გზა შემოსავლის წყარო იყო. და ბრძოლა გავლენაზე ამ გზის ხელში ჩაგდებაზე იყო საკმარისად მძაფრი. თავისი მსხვერპლით და სროლებით და უამრავი რაღაცებით. ამ ფონზე, ესე იგი, ჩვენ როგორც გზიდან არაშორს მდებარე ობიექტი, თვითონ როგორც ობიექტი ისეთი ინტერესს არ წარმოადგენდით, მაგრამ ვიყავით ამ გაბმული ამ ბრძოლაში, ესე იგი, გაი, თეთრი არწივი, მისი რა ქვია, დუშეთის ბატალიონი და მხედრიონი ერთმანეთს ებრძოდა გაშმაგებული იქ. მე მახსოვს ისტორია, როდესაც ჩვენ საკონფერენციო დარბაზში ყველა მაგიდები შევერთეთ და მხედრიონს ვთხოვეთ, რომ და კიდევ გაი დაგვიჯერეს. სტუმრები იყვნენ უცხოეთიდან ჩამოსული უამრავი სასტუმროში და იმათ რომ კი იგზნეს რაღაცა, მაგრამ
მთელი ეს ისინი რა ქვია აკაემები და ტანკსაწინააღმდეგო ისინი ეს მაგიდაზე ეყარა გორასავით იქ ჩავკეტეთ და გასაღები მივეცით აი გასაღები თქვენ გექნებათ როცა დაგჭირდებათ შევარდით აიღეთ მაგრამ გთხოვთ რომ ვესტიბულში ნუივლით შეერაღებულები და დაგვიჯერეს და ნუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ აი ესეთი ისტორიები იყო გუდაურის გადარჩენას სოლიკო ხაბეიშვილის სახელსაც უკავშირებენ, რომლის გავლენაც საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ ისევ გაიზარდა. თუმცა ფაროლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ხაბეიშვილი საკუთარ სახლთან მოკლეს. მაგრამ სპორტული კომპლექსი, როგორც აღმოჩნდა, კარგად გააზრებულად იქნა აშენებული. მისი არსებობა არავისგან არაფერს ითხოვდა. მისი თავისუფლება საუკეთესოდ თავდაცვაც აღმოჩნდა. საქმე იმაში არის, რომ გუდაური საკუთარ თავს ირჩენდა სახელმწიფოს დახმარების გარეშე. ამიტომ მაინც და მაინც დიდი რეზონი სახელმწიფოსთვის არ იყო, ესე იგი სახელმწიფო არასდროს არანაირი დოტაცია არ გაუწევია გუდაურისთვის. ამიტომ მოთხოვნილებაც არ შექმნილა იმისი, რომ იყო რა თქმა უნდა მცდელობები იმ პერიოდში, როდესაც არაუდარეულობა იყო და როდესაც ესე იგი პრივატიზაციას აკეთებდნენ ყველაფრის რაც შეიძლებოდა, მაშინ იყო რა თქმა უნდა მცდელობა, მაგრამ მაშინაც გადარჩა. ვახტანგ მიქელაძის მთელი ცხოვრება ამ საქმესთან არის დაკავშირებული. ასევე მისი მეგობრებისა და ნაცნობების. ზურაბ მაისურაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ვადიმ მალოვიჩკო, გელა მიქაბერიძე, გივი ჯავახიშვილი, ნუკრი კოტრიკაძე და სხვები არიან ადამიანები, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ როგორც ჩვენში იტყვიან საშვილიშვილო საქმეში. მიქელაძე 92 წლიდან გახდა სასტუმროს გენერალური მენეჯერი და ამ თანამდებობაზე რჩებოდა ბოლო წლებამდე. დღესაც ვახტანგ მიქელაძე და მათი მეგობრები ცდილობენ სათხილამურო სპორტს მოაშორონ ელიტური ელფერი და ის საყოველთაოს სიხარულად აქციონ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეხმარებიან ბავშვებს აითვისონ ეს სახეობა. რეზო ადამიანის თაოსნობით 2 წლის წინ საბაგირო გაიხსნა კოდორში, თუმცა იქაურ სპორტულ კომპლექსს იღბლიანობა როგორც ჩანს არ გამოარჩევს. 1 წლის წინ საბაგირო გაკეთდა ზემო აჭარაში. ამჟამად საფუძველი ეყრება ადიგეში. მთელი ჩემი ცხოვრება თხილამურებთან დაკავშირებული. როგორც პროფესიონალის არქიტექტურის, ისე სხვა, ესე იგი სხვა მხრიდანაც, როგორც მწვრთნელი, ფედერაციის წევრი, მე მომავალში და ასე შემდეგ. საქმე იმაში არის, რომ როგორც არქიტექტორი დაკავშირებული ვარ სამთავრობო კურორტების მშენებლობასთან. მანამდე თვითონ საპროექტოში მუშაობის პერიოდშიც ზამთარში მუშაობდი სამაშველო სამსახურში ბაკურიანში. ჩემთვის ყველაზე კარგი მოსაგონი წლები იყო სწორედ იქ მუშაობა. ეს პარალელურად ხდებოდა. მე უკვე ბაკურიანის გენგეგმაზე მუშაობა, გუდაურის გენგეგმაზე მუშაობა, ასე რომ სულ დაკავშირებული ვარ ამ ჩემი პროფესიითაც და დაკავშირებული ვარ სამთო სათხილამურო ცენტრებთან. სამყარო მანამდე და მერე მე-20 საუკუნის ბოლოს კიდევ ერთხელ გაიყო. ისტორიის სამსჯავროზე კიდევ ერთხელ წარდგნენ ადამიანები, რათა მხილებულიყვნენ საკუთარი საქმეები. ამ განკითხვის დღემ, რომელიც აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტია გრძელდება, საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: წითლები და დისიდენტები, ტარვალები და წამებულები. თითქოს მთელი 70 წელი ადამიანებს ერთმანეთთან ბრძოლის გარდა არაფერი ეკეთებინათ. დრო გაივლის, ისტორიული კატაკლიზმების მტვერი დაილექება და მომავალი თაობებისათვის ბევრი მანამდე ბუნდოვანი რამ გამოიკვეთება. გამოჩნდება იმათი საქმე, ვინც ყველაზე სასტიკი, დეური თუ ხელჩართული ბრძოლის დროსაც ასრულებდნენ თავის უბრალო მოვალეობას. აშენებდნენ იმას, რის გარეშეც ნებისმიერი ბრძოლა აზრს კარგავს, ქვეყანას, სადაც მათ შვილებს უნდა ეცხოვრათ.